ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი დონალდ ტრამპთან სასაუბროდ უკრაინის მხარდაჭერის და ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების კონკრეტული გეგმით ჩადიან. საფრანგეთის პრეზიდენტისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ვაშინგტონში ორშაბათს შედგება. უკრაინის უსაფრთხოების გარანტიის კონტექსტში მათ მიერ მომზადებული გეგმა გულისხმობს 30,000-მდე ჯარისკაცის განლაგებას საჰაერო სივრცის ქალაქების პორტებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის, ატომური ელექტროსადგურების დასაცავად. სამხედრო დრონები და მზვერავი ავიაცია თავდასხმის საფრთხეს გააკონტროლებს, რასაც ზავის დარღვევის შემთხვევაში მისი აღკვეთა მოჰყვება. ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი დონალდ ტრამპს ევროპის საერთო პოზიციასაც გააცნობენ, რომ უკრაინის მომავალი ვერ გადაწყდება ევროპის მონაწილეობის გარეშე. დონალდ ტრამპის სტუმრებისგან ევროპის კიდევ ერთ საერთო გზავნილს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის ლეგიტიმური პრეზიდენტია. მომავალი კვირის დასაწყისში გაემგზავრება ვაშინგტონში ემანუელ მაკრონი, რომ ჩაიტანოს ევროპელების ხმა და განაცხადოს, რომ უკრაინის მომავალი უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. ევროპას რამდენიმე უპირატესობა აქვს, რომელიც შეუძლია მოლაპარაკებებში შეიტანოს უკრაინის მხარდასაჭერად, რომელიც იქნება შეერთებულ შტატებზე უფრო მეტი. ბერკეტის სახით არსებობს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა და ჩვენი შესაძლებლობები უსაფრთხოების გარანტიების შესათავაზებლად. ვშიშობ, რომ წარუმატებელი ცეცხლის შეწყვეტა ვლადიმერ პუტინისთვის გამარჯვება გახდება. რაც შეეხება დონალდ ტრამპის განცხადებას, ამ ომში დიქტატორი პუტინია, ზელენსკი კი გმირი. დონალდ ტრამპისთვის კი უკრაინის ლიდერი წარმატებული კომიკოსი და დიქტატორია არჩევნების გარეშე. მან ეს შეფასებები სოციალურ ქსელში პოსტის გამოქვეყნების შემდეგ გაიმეორა საჯაროდაც მაიამიში გამართულ საინვესტიციო ფორუმზე. პრეზიდენტმა ზელენსკი მინერალების გარიგების ჩაშლაში დაადანაშაულა და მოუწოდა სწრაფად იმოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა საერთოდ აღარ დარჩება. ზომიერად წარმატებულმა კომიკოსმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაიყოლია შეერთებული შტატები და ეხარჯა 350 მილიარდი დოლარი, რომ შესულიყო ომში, რომელსაც ვერ მოიგებდა. შეერთებულმა შტატებმა ევროპაზე 200 მილიარდი დოლარით მეტი დახარჯა. ევროპა იბრუნებს თავის ფულს, ამერიკას არაფერს უბრუნებენ. გვაქვს გარიგება მინერალებზე, მაგრამ მათ ჩაშალეს. ზელენსკი უარს ამბობს არჩევნებზე და დაბალი რეიტინგი აქვს რეალურ გამოკითხვებში. როგორ შეიძლება მაღალი იყოს, როდესაც ყველა ქალაქი დანგრეულია? სჯობს დიქტატორმა არჩევნების გარეშე ზელენსკიმ სწრაფად იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა საერთოდ აღარ დარჩება. ეს ომი არასწორი მიმართულებით მიდის. ამასობაში წარმატებით ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს რუსეთთან ომის დასასრულებლად. ყველა აღიარებს, რომ ამას შევძლებთ და პუტინმაც კი აღიარა. მე მიყვარს უკრაინა, მაგრამ ზელენსკიმ საშინელება გააკეთა. მისი ქვეყანა განადგურებულია. ომი რომ დასრულდეს ორივე მხარეს უნდა ელაპარაკო. ასე რომ იმედი მაქვს მალე ვნახავთ ცეცხლის შეწყვეტას ევროპაში სტაბილურობის ხელახლა დასამყარებლად. თეთრ სახლში აღიარებენ, რომ დონალდ ტრამპის კრიტიკის საბაბი ზელენსკის გუშინდელი განცხადება გახდა. უკრაინის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბრალდებებს ფაქტების მოყვანით უპასუხა, მათ შორის რეიტინგებზეც და განაცხადა, რომ ტრამპი დეზინფორმაციულ სივრცეშია. ადმინისტრაციაში უკრაინის ლიდერის ეს სიტყვები თავდასხმად შეაფასეს. თავდასხმა დაინახეს კაპიტოლიუმშიც, თუმცა პირიქით პრეზიდენტის შეფასებებს სენატორებმა მიუღებელი უწოდეს. თეთრ სახლს არ ვეთანხმები იმაში, რომ ომი უკრაინამ დაიწყო. ჩემი აზრით, ვლადიმერ პუტინმა დაიწყო. დარწმუნებული ვარ მწარე გამოცდილებიდან იმაშიც, რომ ვლადიმერ პუტინი ცივსისხლიანი განგსტერია. ცხადია, ამ ომზე პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინია. მან მოტყუებით დაიწყო 3 წლის წინ ოქტომბერში წვრთნების დროს. ის იტყუებოდა სპეცსამხედრო ოპერაციით და განზრახული ჰქონდა მთელი უკრაინის ოკუპაცია. მის გადაწყვეტილებას მოჰყვა უამრავი უკრაინელის მკვლელობა, გაუპატიურება, წამება და გატაცება. მას ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ომზე. არ ვიცი, უფრო გასაგებად როგორ შეიძლება ვთქვა. ძირითადად იგივე ვთქვი, როცა 36 საათის წინ უკრაინაში ვიყავი. პრეზიდენტის მხრიდან იმის მტკიცება, რომ უკრაინელები თითქოს აგრესორები არიან ამ ყველაფერში, სამარცხვინოა. პრეზიდენტმა ტრამპმა ისაუბრა უკრაინის ომზე და მისი ზოგიერთი კომენტარი პირდაპირ რუსული პროპაგანდის წიგნიდან იყო. იმის ნაცვლად რომ თქვა სიმართლე, იმის ნაცვლად რომ ეღიარებინა ვლადიმერ პუტინის როლი ამ ომის დაწყებაში. პრეზიდენტმა ტრამპმა საოცარია, მაგრამ პუტინის შეჭრაში უკრაინა დაადანაშაულა. ეს ამაზრზენია, ის მიზანმიმართულად ამახინჯებს სიმართლეს. უბრალოდ საშინელებაა იმის ნახვა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა ზურგი აქცია ჩვენ ერთ-ერთ მეგობარს და ღიად უჭერს მხარს ავაზაკ ვლადიმერ პუტინს. დონალდ ტრამპს ეპითეტები არ მოუწონეს ევროპაშიც. ლიდერებმა სოციალურ ქსელებში უკრაინის პრეზიდენტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს. ოლაფ შოლცმა ზელენსკის ლეგიტიმაციის უარყოფას საშიში და არასწორი უწოდა. ევროპელების აზრით, აგრესორი პუტინია, ზელენსკი კი გმირი პრეზიდენტი.
პრეზიდენტი ზელენსკი ლეგიტიმურად აირჩიეს თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების შედეგად. უკრაინა არის დემოკრატია, პუტინის რუსეთი არა. ვერ გადაიჭრება უკრაინის საკითხი უკრაინისა და ევროკავშირის ჩართულობის გარეშე. უკრაინის უსაფრთხოება არის ევროპის უსაფრთხოება. ვოლოდიმირ ზელენსკის გზავნილებს დონალდ ტრამპს სპეცწარმომადგენელი კიტ კელოგიც ჩაუტანს. დიპლომატი, რომელიც შეერთებული შტატების მხრიდან სამშვიდობო მოლაპარაკებებში იქნება ჩართული, კიევში შეხვედრებს მართავს.